რა არის თეორიულად მაქსიმალური სიმძიმე ერისის აწევად ჩვენ შეგვიძლია? ყველა საგიწევიათ სიმძიმე, მაგრამ დაფიქრებულ ხართ თუ რა არის მაქსიმალური ერისის აწევად შეგიძლიათ. ადამიანმა 2016 წელს რეკორდი დაამყარა და 500 კილოგრამი აწია, მაგრამ მაგის შემდეგ მრავალმა ეცადა, მაგრამ წარუმატებელი იყო. მაგრამ რო დავიწყოთ ყველანაირი შეზღუდვა, რა არის თეორიულად ბიოლოგიურად იდეალური ადამიანისთვის მაქსიმალური სიმძიმე ერისის აწევად ჩვენ შეგვიძლია. ამის გამო ჩვენ უნდა შევხედოთ სხვა შეზღუდვებს, რომელიც ხელს შეგვიშლის. ეს არის კუნთი, რომელსაც 3000-დან 3500-მდე კილოგრამის აწევა შეუძლია. ასევე სხვა ნაწილებსაც უნდა შევხედოთ, რომ აიტანოს სიმძიმის აწევა, როგორიცაა ბარძაყისძვარი, რომელსაც მარტო 3000 კილოგრამის აწევა შეუძლია. ასევე ხერხემალსაც უნდა შევხედოთ, რომელიც 2500-დან 3000 კილოგრამამდე გაძლებს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვა ნაწილებიც, როგორიცაა თქვა აქილევს ქუსლი, რომელიც 1800 კილოგრამს აიტანს და ასევე სხვა მყესებიც, რომელიც 1500 კილოგრამიდან 1000 კილოგრამამდე მერყეობს. ნერვულ სისტემას რო შევხედოთ, ნერვულ სისტემამ უფლება უნდა მოუწეს, რომ ყველა ჩვენი 100%-ივე ქსოვილების გამოვიყენოთ, რომ ავწიოთ ეს სიმძიმე. საბოლოოდ ამ გამოთვლებს თუ გამოვიყენებთ, ჩვენ გავიგებთ, რომ თეორიულად იდეალურ ადამიანს 1500 კილოგრამის აწევა შეუძლია.